ჩემთვის ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდი იყო 1994-93 წელი, როდესაც ერთად დავიწყეთ მუშაობა მეთე სართულზე. მე მამუკა ცეცხლაძე, კარლო კაჭარამ და ოლეგ ტიმჩენკო, მამუკა ჯაფარიძე. ჩემთვის ეს იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პერიოდი, როდესაც მე გავაცნობიერე, ერთად რისი გაკეთება მინდოდა და მთელი სკოლა გავიარეთ ასე ვთქვათ რა, მუშაობდით ერთად. ეს ნამუშევრები რაღაცით თითქოს ერთხანსიეთში ყველა მხატვრის გავდა ერთმანეს, მიდგომოდა ისა განწყობა, მაგრამ ეს იყო როგორ გითხრათ, იცი რაღაც თითქოს რაღაცა ძალაზე უნდა გვახატიებდა და ახსოვს აკადემიის პედაგოგები რომ შემოდიოდნენ ხოლმე შემოგვიყვნენ კარებს, ეშინოდათ ხოლმე ეს რა ნახატებია და ხურავდნენ კარებს, იმდენად ესე იგი ვერ ხვდებოდნენ რა ხდებოდა ხოლმე. ასე ვთქვათ, მეათე სართულმა გაგვიხსნა გზა. და ეს არის ჩვენთვის ასე ვთქვათ, ჩემთვის პირადად ყველაზე ისეთი მნიშვნელოვანი პერიოდის შემდეგ 92-ში მე და ოლეგ ტიმჩენკოვ გავაკეთეთ ესეთი აქცია იყო მიწისქვეშა გადასასვლელში, ჩავდექით ვიტრინებში, მოხატულები და კოლონების მოედანზე ძალიან ისეთი პერიოდი იყო და სწორედ ის ადგილი იმიტომ ავირჩიეთ, რომ რაღაც ესე მნიშვნელოვანი ხო იცით, ხალხი დადიან ბაზარში და მოდის უსვათ და ხდება რომ ვიტრინაში დგას ორი ადამიანი და ზოგს მართლა მარიკენები ვეგონი და შემდეგ ეს ამ ვიტრინის მილები ესე ხელები ჩავამტვრია და გამოდი და გამთავისუფლდით ამ ვიტრინებს. ზუსტად იმ პერიოდში 95 წელი რო იყო, როდესაც მართლა ყველაზე მნიშვნელოვანი ნამუშევრებს რო ქმნით და ვაკეთებით, ხალხი უბრალოდ რაღაცას ვაშავებდით რა, რაღაცას რასახელებს არ გვეძახოდნენ ხოლმე ღამე რომ გამოვიდეთ ეს ღამურები, ვინ არის, რასაკეთებენ და სულ ის იყო რაღაცა რა არის ეს და იმიტომ რომ ხელოვნება უნდა თუ რაღაცა ჩასვან იმაში რა და ამიტომ არ არსებობს ხელოვანი სულ რაღაც სულ მე ამბობ ხანდახან ისე შეიძლება გაურკვეველი ნაბიჯი გადადგა და გააკეთო და რომელიც იმიტომ შეეთი ძალიან მნიშვნელოვანია და თუ არ დააშავე კაი გაგებით ხო რაღაცა კრიმინალური ელემენტები მოდი კაი გაგებით თუ შემოვიდა იგივე ხლა ის ჩვენი აქცია რაც იქ ჩავატარეთ ხო მაშინ ფაქტობრივად რეალურად ის იყო რა კრიმინალი ჩავდექით ვიტრინებში გამოვიდა დაემსხა მაგრამ ეს არის აუცილებელი და ყოველთვის იცით რა პოლიტიკოსები და ყველა თავრობა ერიდება ისეთ ხელობას რომელიც მოამბოხია და ურჩევნია იყოს იმასთან და ის ყავდეს გვერდზე ვისთანაც რაღაც აი თითქოს ერთ კონტექსტში არიან და ხანდახან რო შევდივარ ესეთ ადგილებში რაღაც აი კულტურის სამინისტროში ყოველთვის თავი დავნაშავე მგონია იქ რომ ვზივარ და დავუშვათ ვიღაცას ყოფილა რომ ველოდები მგონია რომ რაღაცა რამე ხო არ დავაშავე მეთქი ისე მიყურებენ ადრე ალენ გინზბერგი რო იყო ჩამოსული ფარაჯანოვთან სერგოსთან ქალაქში გაიარა და აქეთ მოდიოდა ხალხი ტყავის ის რო იყო ლაიკის პლაშები და იქი დუბლოკები და რა არის რომ ხალხი სად არიან მეკითხა რა და ჩვენთან ხშირია მაინც ხო რაღაც ერთ კონტექსტში არიან და რაღაცა თუ ამოვარდნილი ხარ რაღაც ესეთ იმიჯი გაქვს რაღაცა არ არსებობს რაღაც უკვე სხვანაირად გიყურებენ ამ ეტაპზე ისევა რომ არის რაღაც ნამუშევრები, რომელსაც ვაკეთებ სიამოვნებს და ნამუშევრის ფუნქციაც ის არის, რომ ადამიანს უნდა მიენიჭოს სიამოვნება. რაც უნდა ესე დრამატული ნამუშევარი იყოს, ის აურა უნდა ქონდეს ნამუშევარს და არის მე ყოველთვის საერთოდ მე თვითონ ისეთი ადამიანი რომ ყოველთვის მზად ვარ რაღაც ექსპერიმენტისთვის. აი ხლა ამ პერიოდში მუშაობ, რაღაცებს ვაკეთებ და მე არ ვიცი ხოლმე რას გავაკეთებ. ეხლა მაგალითად მე პირადად გია გუგუშვილმა მიმიწვია აკადემიაში და რაღაცა იმიტომ მე საერთოდ ადრე არ მივიდიოდი აკადემიაში იყო შემოთავაზებები და გიასთან იმიტომ მივედი რომ თერაპს ის ადამიანი არის რომელსაც უნდა რაღაც ალბათ რეფორმები გაატაროს დარწმუნებული ვარ ამაში და ბიჭები ბავშვები არიან და ასე ვთქვათ მეც ვსწავლობ და მათაც ვასწავლი ისინი მე მასწავლენ და მე მათ ვასწავლი რა და ეს ჩემთვის ძალიან ისეთი კარგი პროცესია მე ვუთხარ რომ მე მივალ მეთქი და თუ რაღაცა მივხვდი რომ ეს ჩემი იმაში არ არის პედაგოგო მე წამოვალ მეთქი მაგრამ ადამიანს ასე მგონია რომ თავი გავართვი რა ჩემთვის ყოველთვის იცი როგორ გითხრათ რაღაც ეტაპებზე არის სულ სხვადასხვა ნამუშევრები იმიტომ რომ მე არ ვარ ის კატეგორია რომელიც აი დავუშვათ რაღაცა სიწყებს და სულ ესე დაამთავრებს იცით აი რაც ეს საბჭოთა კავშირი დაიშალა და აი უკვე რაღაც დაიწყო ესეთი ასე თქვა თავისუფალი ცხოვრება რაღაცები უფრო მეტად გართულდა ხელოვნებაში იმიტომ რომ მაშინ იყო რაღაც აი რაღაცნაირად პროტესტი იყო რაღაც ის იყო და დღეს ამ ყველაფერს უკვე ჭირდება ძალიან დიდი ცოდნა და ძალიან დიდი გამოცდილება რომ აი დღეს რა უნდა თქვა ესეთი სათქმელი რომელიც იქნება ახალი ხო
მე არ ვეგობ იმას, რომ ჩვენი სათქმელი თქვი და დღეს არაფერს აღარ ვიტყვით. ალბათ კი, ისევ გავაკეთებთ რაღაცები და იქნება, რა თქმა უნდა. მე ყოველთვის ზათ ვარ ამისთვის, მაგრამ მე მაინც ვიყურები მომავალისკენ და მე მინდა რომ ჩემი ქვეყანა იყოს საიმ ცივილიზაციის ნაწილი მინდა იყოს და არაცდეს ამ ცივილიზაციას და მე ვთვლი რომ რაც ჩვენ გავაკეთეთ და გავიკეთები ეს ქართულ ხელოვნებაში ნამდვილად ერთ-ერთი სერიოზული ხაზია და რომელიც დარჩება და მე შემიძლია ვთქვა რომ რაც გავაკეთე ხო არ ხომ აი ახლა რომ გავჩერდა რასიზმამდე არა აი რაც გავაკეთე ყოფილი და ვთვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა ხაზი გავატარებ ქართულ ხელოვნებაში და ჩვენ კიდევ მზათა ვართ რომ მომავალშიც რაღაცა კიდევ თუ რამე რაღაც ენერგია დავჩინე რომ კიდევ უამრავი რაღაც ახალი სიურპრიზები შევთავაზოთ აი ჩვენ ხალხს კიდევ უფრო მაგარ რაღაცებს გავაკეთებ დარწმუნებული ვარ და ეგრეც იქნება ზუსტად ვიცი რა მინდა და რა უნდა გავაკეთო ეს რა